პარტიული დელეგაცია ბერლინალეზე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელსაც პროპაგანდისტები, ოცნების ყოფილი წევრები, ექს-დეპუტატები და რეჟიმთან დაახლოებული რეჟისორები წარადგენენ. შემადგენლობა 11 კაციანია, რომელსაც პუბლიკა აქვეყნებს. კინოცენტრის დელეგაციაში რეჟისორის სტატუსით იქნება იმედის ყოფილი წამყვანი და 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნების პარტიული სიის 115 ნომერი გურამ ნიკოლაშვილი. კიდევ ვინ არიან დელეგაციაში უფრო მეც ნანო ჩაკვეტაძე მოგუყვება პირდაპირ ეთერში. ნანო, გისმენთ. მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ყველაზე წამყვან მასშტაბურ ფესტივალზე საქართველოს წელსაც პარტიული დელეგაციით არის წარდგენილი. დელეგაცია აბსოლუტურად დაცლილია ამ ინდუსტრიაში ჭეშმარიტად მიღწევების მქონე მშრომელი პროფესიონალებისგან. მაგალითისთვის, როგორც აღნიშნეთ, ბერლინის რიგით 76 კინოფესტივალზე კინოცენტრის დელეგაციაში რეჟისორის როლში იქნება სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის, ტელეკომპანია იმედის ყოფილი წამყვანი და ოცნების პარტიული სიის წევრი გურამ ნიკოლაშვილი. ასევე ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და საპასუხისმგებლო პოზიციას დაიკავებს ოლიგარქის ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი, რუსული კანონის მხარდამჭერი ბექა დავითულიანი. ამასთან ის კულტურის მინისტრის მოადგილეა და კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის როლსაც ითავსებს დროდადრო. დელეგაციაში სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ტელეწამყვანი ბაჩო ოდიშარია წელსაც იქნება. საგულისხმოა, რომ გარდა კინოცენტრის დელეგაციისა, ბერლინალეზე საქართველოს კინოინსტიტუტის წარსდგება, რომლის წევრებიც ბოიკოტს უცხადებენ კინოცენტრსა და მის ხელმძღვანელობას. თავის მხრივ ისინი ამტკიცებენ, რომ წლევანდელი 11 კაციანი დელეგაცია რეჟიმის მიმართ ერთგულების ნიშნით არის შერჩეული და დაკომპლექტებული. სასწავლო ფაქტი არ გაეცათ ამაზე და ამ ხელისუფლების პირობებში ფაქტია, რომ არ გაეცემათ, ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ეს არ არსებობს მომკითხავი, არ არსებობს იმაზე პასუხის განსხვავება, როგორ იხარჯება ბიუჯეტი. შაშა საერთოდ 32 კაციანი დელეგაცია იყო, ხო? მეც ვიყავი შაშამ ბერლინში, ოღონდ რა თქმა უნდა არა სახელმწიფოს ხარჯებით, ჩემი პირადი ხარჯებით და ნახე იქ რას და როგორ აკეთებდნენ, გაცილებით დიდი დელეგაციით, ხო ეს ახალი პერსონაჟები, ვინც გამოჩნდა რა მნიშვნელობა აქვს ვინ არიან, არ ვიცნობ ამ გურამ ნიკოლაშვილს, რა თქმა უნდა ამ სფეროსთან ძალიან დიდი შეხება მაქვს, ეს ადამიანი არასდროს არ მინახავს რომ რაიმე კინოწარმოებასთან საერთოდ გაევლოს. ეს არის მოდელი იმისა, რაც ხდება მთლიანად ქვეყანაში, რაც ხდება სხვადასხვა ინსტიტუციებში. ინსტიტუციები არის ჩამოშლილი, არის გაჩერებული, კინოცენტრშიც არის ზუსტად ეს მდგომარეობა. ფაქტის სახეზეა არიან დილეტანტი ადამიანები, შემომსხდარები მნიშვნელოვან პოზიციებზე და ისე ჭრიან და კერავენ, ისე ხარჯავენ ქვეყნის ბიუჯეტს, ისე ხარჯავენ თანხას, რომელიც ქართულ კინოს უნდა ხმარდებოდეს, როგორც თვითონ უნდათ. გაგახსენებთ, რომ გასულ წელს ბერლინალეზე ქართული დელეგაცია 32 წევრისგან შედგებოდა. მათ შორის იყო პოზიტივის კიდევ ერთი ტელეწამყვანი პროპაგანდისტი გური სულთანიშვილი. წელსის დელეგაციაში არ იქნება. მადლობა, ეს ნანო ჩაკვეტაძე იყო ფორმულას პირდაპირ ეთერში.